მილიონები იხარჯება ისევ ჩემ დევნაში და ცრუ ინფორმაციის რეალობად გასაღებაში. ახლა მაგალითად რაც დაიწყო ეს რუსული კანონი რაც არის ხო გრანტებზე და შემდეგაც უკვე LGBT პროპაგანდის კანონი თითქოს ბარებსაც ეშინიათ, იმიტომ რომ ახლა სპეცრაზმები რომ მოვიდეს და დაარბიოს ბარი ერთი ქვია პერფორმერის გამო და პირობითად თქვა 100 კაცი არის მაგ დროს ბარში შემდეგ რაღაც ტრავმატული გამოცდილება შეიძლება ქონდეთ იმ ადამიანებს და მეორე სხვა ვიკენდზე აღარ მოვიდნენ ბარში ხო არა მარტო იმის გამო რომ რაც შეიძლება მოინიშნოს გარკვეული ბარი როგორც ქვია ადგილი არამედ იმიტომ რომ უბრალოდ მათ შემოსავალზე ექნება გავლენა და შეიძლება ქირა ვერ გადაიხადონ და რაღაც და ესეთი ვითარებაა რომ ყველა ფიქრობს აი როდის მორჩება ეს რაღაც ფაშისტური წყობა, რომ ისევ დაუბრუნდეთ მინიმალურ თავისუფლებას, იმიტომ რომ რაღაც რეალური თავისუფლება არც არასდროს არ გქონია ქვე ადამიანებს საქართველოში, ყოველთვის თვითცენზურა გვიწევდა.